სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ბაგაბაღში სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვენ. პარტია თავისუფალი საქართველოს წევრთა შვილები თბილისის საკრებულოს წევრებს მიმართავენ და ბაღებში დაწესებული გადასახადის გაუქმებას ითხოვენ. მიმართვის ტექსტი ჟურნალისტებს პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერის კახა კუკავაშვილმა გააცნო. ნინო კუკავას თქმით, ბევრი ბავშვი საქართველოში ბაგაბაღის გარეშე იმის გამორჩება, რომ მათ მშობლებს საკმარისი შემოსავალი არ აქვთ. კანონის მიხედვით კი სკოლამდელი აღზრდა საქართველოში უნდა იყოს უფასო. ატინჩემია თბილისის საკრებულოს წევრებმა. ბაღებში დაწესებულია გადასახადები, ბევრ პრობლემებს უქმნის ჩვენ ოჯახებს. ჩვენი მშობლები იძულებული არიან იღადოს საკმაოდ დიდი თანხები. იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის უმაღლესი კანონით სკოლამდელი აღზრდა საქართველოში უნდა იყოს უფასო. გთხოვთ, გაუქმდეს ეს ყოვლად გაუმართლებელი გადასახადი და ყველა ბავშვს მიეცეს თანატოლებთან ერთად აღზრდის საშუალება. ბავშვები არიან ბატონ კახა კუკავას შვილები, ჩემი შვილი, ჩვენი თანამშრომლების შვილები. ძველი ხელისუფლების პირობებში, როგორც ვიცი, ძალიან ბევრ უკანონობასთან ერთად საბავშვო ბაღებზე დააწესეს გადასახადი, რომელიც მერყეობს 30-დან 80 წლამდე და ჩვენც და ბავშვებიც ვითხოვთ საკრებულოს წევრებისაგან, ახალი ხელისუფლებისაგან, რომ ეს გადასახადი მოიხსნას.